სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა ძალიან ტექნიკური ხასიათის არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და პროტესტანტულ სივრცეში, ვინც კარგად იცნობს რეფორმაციულ თეოლოგიას, კალვინის, ასევე ლუთერიანის, არმენიანის და სხვათა ესე ძალიან დიდი დებატები მიდის იმაზე პროტესტანტულ სივრცეში, რასაც ქვია არჩევითობის თეორია, რომ ღმერთმა ჩვენ სამყაროს შექმნამდე აგვირჩია და ამას სვავს პიროვნება, ჩვენ ამაზე გარკვეულწილად მოსმენილი გვაქვს პასუხები და კიდევ ერთხელ არ გვაწყენს, რომ მოვისმინოთ ბატონი ჯონი და ის ხატოვანი შედარება პარადოქსებთან მიმართებაში ძალიან უყვარს ჯონ მაკარტურს ამის მოყვანა ყველგან. ასე რომ მე მგონი გამეორება არ იქნება და ვიცით რომ ჩვენი ძვირფას მეგობარსაც ხშირად უყვარს ხოლმე გამეორება ცოდნის დედაა, ხო? ეს ლათინურიდან მოდის ეს გამოთქმა. მოდით გავიმეოროთ კიდევ ერთხელ თუ რას ნიშნავს ეს და რასთან არის ეს კავშირი. როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ღმერთმა ჩვენ სამყაროს გაჩენამდე აგვირჩია. მე ესე დავასათაურე ყოველ შემთხვევაში. ეს არის ვიმეორე ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილია 1992 წლის 17 ოქტომბერს. გლენდეილის უბანში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში. აუდიტორიდან ჯონ, ეს შემდეგი კითხვაც ასევე ხსნაზეა. შემიძლია რომ დავსვა? რა თქმა უნდა. გამარჯობათ, მე მქვია ალენ გორდანი და მე ახლახან გადმოვედი აქ ფლორიდიდან, სანამ გადმოვიდოდი. ბევრმა მითხრა რომ თუ ამ ეკლესიაში მოვიდოდი, უნდა მცოდნოდა რომ თქვენ აქ წამთ და გჯერათ, რომ ღმერთმა მისი მორწმუნეების სამყაროს დასაბამიდან აერჩია, ანუ არჩევის, გადარჩევის, გამორჩევის დოქტრინაზეა ლაპარაკი, რომ უნდა მცოდნოდა. ეხლა მე არ მესმის ეს მთლიანად და სურს მისი გარკვევა, რადგან ჯერჯერობითი რაც მესმის, გონია რომ სწორია. და ჯონ მაკარტური პასუხობს. კარგით. მოგესალმებით, გვიხარია რომ გადმოხვედით საცხოვრებლად და კალიფორნიაში ფლორიდიდან და ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობა მობრძანებისათვის. ღმერთის მიერ ჩვენი არჩევა ეს ძალიან მარტივი გასაგებია, მოდით და ვნახოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რასაც ხალხი ყოველთვის სვავს და მე მოვახდენ ამ კითხვის რაღაც გარკვეულ ჩარჩოში ჩასმას, ჩვენ არჩეული გადასარჩენად ვართ ღმერთის მიერ თუ ჩვენ თვითონ ავირჩიეთ ჩვენი გადარჩენა? აი ეს ნახეთ ესეთი ფორმულირება. ესე იგი ჩვენ ღმერთმა აგვირჩია თუ ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი გადარჩენა? ხედავთ ამას? დიახ, ხედავ, ალენი პასუხობს. მე იმიტომ მოვედი იესო ქრისტესთან, რომ ღმერთმა მასთან წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მიმიზიდა და მე ამ პროცესთან საერთოდ არაფერი არ მქონდა თუ ქრისტესთან იმიტომ მოვედი, რომ ჩემმა გულმა მითხრა, რომ სურს ქრისტესთან მისვლა. და პასუხი ამ კითხვაზე არის დიახ, ორივე. ეს ასე მარტივად არის გასაგები. ახლა მომეცით ვნახოთ, შემიძლია თუ არა ეს კიდევ უფრო გავამარტივოთ თქვენთვის. ბიბლია ასწავლის, რომ ჩვენ არჩეულები ვართ. და ბევრჯერ იყენებს ამ სიტყვას. ნათქვამია რომ ჩვენ არჩეული ვართ ღვთის წინასწარმეტყველების მიხედვით. ნათქვამია რომ ჩვენ მასში აგვირჩიეს სამყაროს დაარსებამდე. ნათქვამია რომ ჩვენი სახელები ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში სამყაროს დაარსებამდე. ნათქვამია რომ შენ მე არ ამირჩიე, არამედ მე აგირჩიე და დაგადგინე შენ. საქმეების, მოციქულთა საქმეების წიგნში ნათქვამია რომ ღმერთმა თქვა, მე მყავს ბევრი ხალხი იმ ქალაქში, ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ არ გადარჩენილა, მაგრამ მას თავის სახელი ჰქონდა მათზე დაწერილი გადარჩენისათვის. ანუ მას არჩეული ყავდა ეს ადამიანები უკვე. მაგრამ ჯერ მათ ნაკადაგები არ ჰქონდათ, გახსოვთ ხომ ეს, როდესაც ღმერთი ეუბნება პავლეს. ასე რომ არჩევნების ამ დოქტრინის უარყოფა არ შეიძლება. ეფესელთა პირველ თავში გახსოვთ, მასში არჩეული ვართ სამყაროს დაარსებამდე. მესამე მუხლიდან წავიგით ხოლმე. კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ზეცაში, როგორც ამოგვირჩია მასში ქვეყნიერების შექმნამდე, რათა წმინდანი და უბიწონი ყოფილიყავთ მის წინაშე სიყვარულით. წინასწარ განსაზღვრა, რომ ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნების სათნოებისამებრ. ჩვენ ვიცით რომ არჩეულები ვართ, ასე რომ როდესაც თქვენ მიდიხართ არჩევნების ამ მუხლებზე, მთელი გულით ქადაგებთ მას. თქვენ უბრალოდ ქადაგებთ მას, იმიტომ რომ ის იქ არის. თქვენ არ შეგიძლიათ მასზე კამათი. ჩვენ არჩეულები ვართ ღვთის მიერ. ვერავინ მივა ქრისტესთან გარდა რა? მათი, ვისაც მამა მიიყვანს მასთან. ასე რომ ჩვენ გადარჩენილები ვართ ღვთის წინასწარ განსაზღვრული სიყვარულის გამო და ეს ასე არის. მე გულისხმობ ჩვენ ღვთის რჩეულები ვართ
რა საოცარი რამ არის ეს და რა მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოების დოქტრინისათვის. გიფიქრიათ ამაზე? რადგან თუ ის გვირჩევს და თუ მან აგვირჩია, ის დაეგვიჭერს კიდევაც და ხელიდან არ გაგუშვებს, არ დაგვკარგავს. ანუ ჩვენი სულის ხსნა ხელშეუხებელია და გარანტირებულია მარადიულად. რაც არ უნდა ჩვენ მოვინდომოთ, სხვა მოინდომოთ, ამას ვერ დავკარგავთ. თუ ჩვენ ჭეშმარიტად მას მივიღებ და ვაღიარეთ. ხო მართალია? რა თქმა უნდა აუდიტორიიდან. ასე რომ ჩვენ ამას ვასწავლით და ამას ვქადაგებთ და როდესაც თქვენ წააწლებით არჩევნების შესახებ მუხლებს ბიბლიაში, თქვენ უბრალოდ ქადაგებთ მას მთლიანად, სრულყოფილად, რადგან ამას გვასწავლის ბიბლია. მაგრამ ვიმეორებ, ბიბლია ასევე ასწავლის ადამიანური ნების მონაწილეობას ამ პროცესში. იმიტომ რომ იესომ თქვა იოანეს მეხუთე თავში, გახსოვთ ხო? მისი სიტყვა არ მკვიდრობს თქვენში, რადგან არ გწამთ მისი წარმოგზავნილისა. წერილებს იკვლევთ, რადგან გონიათ რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემს შესახებ მოწმობენ და უსმენთ მე 40 მუხლს, ჩემთან მოსვლა კი არ გსურთ, რათა სიცოცხლე გქონდეთ. ანუ მათ სურვილზეც არის ხომ დამოკიდებული. ასევე იესო გვეუბნება მათეს სახარების 23 თავში. იერუსალიმო 37 მუხლიდან იერუსალიმო წინასწარმეტყველთა მკვლელო და შეთა წარმოგზავნილთა ჩამქოლავო რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება როგორც ფრინველი იკრეს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს მაგრამ არ ინდომეთ ესე იგი ნახეთ მათი ნდომაც იყო აქ ჩართული აჰა ოხრად გრჩება თქვენი სახლი ვინაიდან გეუბნებით თქვენ ვეღარ მიხილავთ ამიერიდან ვიდრე არ იტყვით კურთხეულია უფლის სახელით მომავალი ხედავთ მაგრამ არ ინდომეთ ესე იგი მათი ნდომაც არის სხვა სიტყვებით ვთქვათ, იესომ ერთი მხრივ თქვა, რომ ვერ მოხვალ ჩემთან თუ მამა არ დაგიძახებს და მამა არ მოგიყვანს, ხოლო მეორე მხრივ თუ არ მოხვალ ეს შენ იქნები ამაში დამნაშავე. ახლა ჩვენს გონებაში ეს ურთიერთსაპირისპიროა და ეს არის სწორედ გადაუჭრელი პარადოქსები ბიბლიაში, მაგრამ ისინი ნამდვილად არიან. და მე ასე ვიტყოდი ამას. თუ გადავრჩებით და თუ გადარჩით თქვენ, ეს ღვთისარჩევითაა. ხოლო თუ დაწყევლილი ხარ და თუ დაღუპული ხარ, ეს უკვე შენი არჩევანია. და ახლა გეტყვით რაღაცას, რაც არ უნდა იყოს თქვენთვის პრობლემა ამის გამო. ღმერთი ჩვენს გონებაზე უაღრესად, უდიდესად დიდია. ხო მართალია? ამიტომ ყველაფრის გაგება რომ შემეძლოს, მე ღმერთი ვიქნებოდი თავად და ღმერთი რომ ვიყო, სამყარო ნამდვილად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. მაგრამ ადამიანს რატომღაც უყვარს ფიქრი, რომ ის ღმერთია. მას სურს რომ ყველაფერი მის გონებაში ჩაატიოს და მოათავსოს. ამიტომ მას რასაც ის აკეთებს, რომ არ იღებს ეს ნივთებს და ცდილობს ზოგი იქიდან აიღოს, ზოგი აქედან და რაღაცა შუაში იპოვნოს რაღაცა სიმართლე, რომელიც ორივეს მოერგება, მაგრამ ბოლოს ორივეს ანადგურებს. ასე რომ თქვენ მიიღებთ ამ საკითხს, სადაც კარგად ხედავთ, რომ ღმერთი უყურებს გზას და ამბობს. რატომღაც ადამიანები ესე ალაგებენ. მე ვხედავ გზას, რომელზეც ისინი მიდიან. მე ვიცი რა მოხდება. ბიჭო, ისინი აპირებენ იქ წასვლას, ამიტომ მე მათ არ ავირჩევ, რადგან ამას ვხედავ. ასე რომ ღმერთი ხდება მსხვერპლი იმისა, რასაც ადამიანები აკეთებენ. ხედავთ? ეს კი არ არის ის, რასაც ბიბლია ასწავლის. თქვენ თუ უარყოფთ არჩევითობის თეორიას, ხომ? თქვენ უარყოფთ ბიბლიაში რაღაცას. თუ თქვენ უარყოფთ ადამიანების ნებას და არჩევას, სადაც ნათქვამია ვისაც წყურია უნდა დაემოვიდეს და აიღოს სიცოცხლის წყალი თავისუფლად გამოცხადების 22 თავი, ასე რომ თქვენ არ შეგეძლიათ უარყოთ არც ერთი და თქვენ მათ ტოვებთ იქ, სადაც ისინი არიან და არანაირად არ ცდილობთ მათ შუაში ჰარმონიზაცია მოახდინოთ. იცოდეთ რომ ამით თქვენ ორივეს გაანადგურებთ. უბრალოდ დატოვეთ ისინი იქ და თქვენ უნდა აღიაროთ რომ მე არ მესმის ეს. ეს შვენიერია, როცა თქვენ ალენ არ გესმით ეს იცით რა სამტკიცებს, რომ თქვენ ღმერთი არ ახართ. და ჩვენ ყველას ძალიან კომფორტულს ხვდის ეს, რომ ჩვენ ღმერთი არა ვართ და არ შეგვიძლია ყველაფრის გაგება. მე გეტყვით კიდევ სხვა რამეს. ჯონ მიურერი, ვესტმინისტერის სემინარის თეოლოგი ამბობს, ყოველ ბიბლიურ დოქტრინაში არის აშკარა პარადოქსი. ყველა მთავარ ბიბლიურ დოქტრინაში. მე მაგალითად დაგისვათ მარტივ კითხვას. ვინ დაწერა რომაელები? ვინ დაწერა რომაელების წერილი? ალენი აუდიტორიდან, პავლემ. ზოგი ამბობს სულიწმინდა აუდიტორიდან. ჯონი პასუხობს, ვინ? პავლემ, ღმერთმა, სულიწმინდა, ვინ? ვინ დაწერა პავლემ? ერთი მუხლი პავლემ დაწერა, მეორე ღმერთმა, მესამე სულიწმინდამ? ვინ დაწერა?
თუ ეს ყველაფერი სულიწმინდა იყო. ყველაფერი რომაელებში სულიწმინდის გონებიდან არის? დიახ. არის თუ არა რომაელებში ყოველი სიტყვა პავლე მოციქულის გონებიდან და გულიდან ამოსული, მისი ლექსიკიდან? დიახ. ესე იგი ვინ დაწერა რომაელები? ეს ყველაფერი ღმერთია თუ ეს ყველაფერი პავლეა? აბა როგორ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს ღმერთი და ასევე პავლეც? ხედავთ? ეს არ შეიძლება იყოს ჩვენ ადამიანურ აზროვნებაში. ეს პარადოქსია. ეს ვერ ეტევა ჩვენს გონებაში. მაგრამ ეს არის ასე. ასე ნებამომეცით კითხოთ, იესო ქრისტე ღმერთი იყო თუ ადამიანი? ალენი პასუხობს ორივე. რომელი? დიახ, ნახევარი ღმერთი, ნახევარი? ნახევარი ღმერთკაცი? რა იყო 100% ღმერთი, 100%? ესე იგი 200%? ხედავთ? ესეც პარადოქსულია. მაგრამ თქვენ ცდილობთ რაღაცნაირად შუაში ის მოათავსოთ, აურიოთ ერთმანეთში, ან წაართვათ მას ღვთაებრიობა, ან მისი ადამიანური ბუნება. ხედავთ, რომ გამოიგონოთ თქვენი ჰიბრიდი და ეს გააკეთეს ბევრმა დენომინაციებმა. ამით თქვენ ანადგურებთ ქრისტეს პიროვნებას. ასე რომ ამას თქვენ ტოვებთ ხელუხლებლად და საკუთარ თავს თქვენ აღიარებთ, რომ ეს არიცით. სამების ახსნა არავის არ შეუძლია. გახსოვთ ხომ მეორე ჯულის 29-29 ხშირად ვიმეორებ მე ამას. რაც საიდუმლო და დაფარულია უფალს ეკუთვნის, რაც ღია ჩვენ. ამიტომ მე არ ვეთამაშები, შევეთამაშები ღმერთს, რომ ვივარაუდო, რომ ყველაფერი ჩემ კომპიუტერში, ჩემ ტვინში უნდა ჩაეტიოს და მოთავსეს, რათა სიმართლე იყოს. კიდევ დაგისვათ ერთ კითხვას. ვინ ცხოვრობს თქვენი ქრისტიანული ცხოვრებით? ვინ აკეთებს იმას, რასაც აკეთებთ? თქვენ? თქვენ აპირებთ ქრისტიანული ცხოვრებას? თუ ქრისტე არის თქვენში? თქვენ მოკვდით და ვინ გაცოცხლა თქვენში? თუ თქვენ არაფერს არ აკეთებთ და უბრალოდ ფლიპ-ფლოპი ხართ, ხან ესა ხართ, ხან ისა ხართ. თუ ის აკეთებს ყველაფერს? არა. ხედავთ? მე ჯვარს ვაცვეს ქრისტესთან ერთად, მაგრამ მე მაინც ცოცხლობ. მაგრამ არა მე, არამედ ქრისტე ცხოვრობს შევში. ანუ ესეც პარადოქსია. ნახეთ, როცა ცდილობთ ღმერთის ჭეშმარიტება ადამიანების ტვინამდე დაიყვანოთ, თქვენ დაგრჩებათ ისეთი რაღაცეები, რომლებიც საერთოდ უაზროა. გესმით ეს? და შესაბამისად თქვენ უნდა შეგეძლოთ დაუშვათ ის, რასაც ჩვენი ღვთაებრივი ამას ეწოდება, ჩვენ უწოდებთ ღვთაებრივ კონფლიქტს. tension-ი იყო ინგლისური სიტყვა. მე გადავთვალე ღვთაებრივი კონფლიქტი, დაპირისპირება ან უთანხმოება. არ ვიცი, რომელიც გინდათ ქართულმა აირჩიოს. სამივე შეიძლება მოიწყოს. tension. ესე იგი ღვთაებრივი, რომლის გადაწყვეტა ჩვენ არ შეგვიძლია. ამიტომ თქვენ უბრალოდ ტოვებთ ამ დაძაბულობას, შეიძლება დაძაბულობაც იყოს კარგი სიტყვა. ასე რომ ბიბლია ასწავლის გამორჩევის თეორიას, არჩევით და ასევე ბიბლია გვასწავლის ჩვენს პირად ადამიანურ არჩევანს. ასე რომ დაე ასწავლოს მან ორივე. ღმერთს ესმის თუ როგორ მიდის ეს ყველაფერი ერთად. ჩვენ მოკვდავ ადამიანებს არა. და ეს რწმენის საკითხებია. შუაში რაღაცა რომ მოიფიქროთ, იცოდეთ რომ ორივეს გაანადგურებთ. ასე რომ ადამიანები რომელთაც სურთ თქვან რომ ჩვენ არ შეგვიძლია გვჯეროდეს ამორჩევის თეორიის, რადგან ის ამ კუთხით გვაწუხებს და ნამდვილად აკეთებენ იმას, რისი გაკეთების უფლებაც არ აქვთ, როცა იგნორირებას უკეთებენ ამ თეორიას, ამ დოქტრინას. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ უნდა დავიყვანოთ ყველაფერი, ღმერთი ჩვენი აზროვნების პროცესები და ვივარაუდოთ, რომ ის გააკეთებს მხოლოდ იმას, რისი გაგება ჩვენ შეგვიძლია. და ეს არანაირად სწორი არ არის. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია.